ამერიკა დაბრუნდა უფრო ძლიერი, უფრო მდიდარი და უფრო დიდი. ამ სიტყვებით დაიწყო პრეზიდენტმა ტრამპმა კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე კონგრესისა და ერისადმი მიმართვა. მიმართვა გაგრძელდა დაახლოებით 2 საათი და მისი დიდი ნაწილი დაეთმო შიდა პოლიტიკას, მაგრამ უნებრივია ასევე აქცენტები გაკეთდა საგარეო პოლიტიკაზეც და პრეზიდენტმა ტრამპმა კიდევ ერთხელ ახსენა, რომ მეორე ვადის განმავლობაში მან უკვე შეძლო 8 ომის დასრულება და ამავე კონტექსტში ასევე ახსენა, რომ ახლა ის ცდილობს დაასრულოს მე-9 ომი რუსეთსა და უკრაინას შორის. And we're working very hard to end the 9th war. Ჩვენი ქვეყანა არასდროს ყოფილა უფრო ძლიერი, ჩემი ვადის პირველ ათვეში 8 ომი დავასრულე და ჩვენ ძალიან ბევრს მუშაობთ მე-9 ომის დასასრულებლად. რუსეთსა და უკრაინას შორის მკვლელობებისა და ხოცვა-ჟილეტის დასასრულებლად, სადაც ყოველთვიურად 25,000 ჯარისკაცი იღუპება. ეს არის ომი, რომელიც არასდროს მოხდებოდა მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ამ კონტექსტში პრეზიდენტმა ტრამპმა მადლობა გადაუხადა სამშვიდობო მოლაპარაკებებში მის სპეციალურ წარმომადგენლებს სტივ უიტკოფს და ჯარედ კუშნერს და ამასთან ერთად მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი ანგარიშვალდებულნი არიან სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, რომელსაც თავის მხრივ ასევე მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული სახელმწიფო მდივანია. მინდა მადლობა გადაუხადო სტივ უიტკოფს და ჯარედ კუშნერს დახმარებისთვის. სტივ, ჯარედ, მადლობა. And I also want to thank the man they report to. და ასევე მინდა მადლობა გადაუხადო მას, ვისთანაც ისინი ანგარიშვალდებულები არიან. სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს. მადლობა მარკო, შესანიშნავი სამუშაო გაწიე. შესანიშნავი სახელმწიფო მდივანი ხართ. ფიქრობ, ის ისტორიაში საუკეთესოდ დარჩება. ირანი იყო კიდევ ერთი ქვეყანა, რომლის შესახებაც პრეზიდენტმა ტრამპმა თავის სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და მან თქვა, რომ ის არ დაუშვებს ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი და ასევე ხაზგასმით თქვა, რომ ირანი არის ტერორიზმის ხელშემწყობი სახელმწიფო. მათ უკვე განავითარეს რაკეტები, რომლებსაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას ევროპას და ჩვენს ბაზებს საზღვარგარეთ. მუშაობენ რაკეტების შექმნაზე, რომლებიც ამერიკამდე მოაღწევს. მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მათ გარიგების დადებას სურთ, მაგრამ ჩვენ ჯერ არ გვსმენია ეს საიდუმლო სიტყვები. ჩვენ არასდროს გვექნება ბირთვული იარაღი. ამ საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარება მირჩევნია, თუმცა ერთი რამ ცხადია, არასდროს დაუშვებ მსოფლიოში ტერორიზმის მთავარ ხელშემწყობს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. ამის დაშვება შეუძლებელია. კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე პრეზიდენტ ტრამპის მიმართვა ზუსტად 2 საათი გაგრძელდა. ეს არის ვალდებულება კონსტიტუციით გათვალისწინებული, რაც პრეზიდენტს ავალდებულებს გარკვეული პერიოდულობით კონგრესს ანგარიში წარუდგინოს. ეს ინდეპენდენს ამენიუ მედია, მე ქართულ შარაშენიძე ვარ, შემოგვერთით ჩვენი სოციალური მედიის გვერდებზე და გვეწვევით ჩვენს ვებგვერდზე. www.indavmedia.com. გმადლობთ რომ გვიყურებთ.